გამარჯობა, დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია მადონა ჯუღელი, ექიმი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მოგესალმებით, ქალბატონო მადონა. ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია და ფეხი აიკიდა პერსონალიზირებულ მედიცინამ. რას გულისხმობს 4P მედიცინა დღეს და რა განმარტებაა და უფრო მეტად რო გავშალოთ და გასაგები იყოს ჩვენი მომხმარებლისთვის? პირველ რიგში ეს არის ახალი იდეოლოგია, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ამაში სიახლე არაფერი არ არის. ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაციენტის დამი. რატომ? იმიტომ რომ იმის გარდა რომ არსებობს გაიდლაინები, არსებობს კლინიკური რეკომენდაციები, ყველა ადამიანი, ყველა პაციენტი არის ინდივიდუმი. და როდესაც ჩვენ შეგვიძლია 4P მედიცინით, ანუ რა არის პერსონალიზირებული მიდგომა, მისი რისკ ფაქტორების გამოვლენა, დაავადების და არა უკვე მანიფესტირებული დაავადების და პაციენტის ჩართულობა მკურნალობაში. როგორ აისახება ეს 4P მედიცინა გინეკოლოგიაში? კეთილი. ძალიან ხშირად ისმის კითხვა, რომ მე მოვედი, მაწუხებს ეს, ამ წუთში მტკივა ეს, მაგრამ რატომ ეს კითხვას არავინ არ უსვამთ. ხშირად არ უსვამთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრიორიტეტი არის დღეს ამ წუთში. მაგრამ ხვალ რა გვექნება? რეალურად რეციდივი, ანუ თავიდან განვითარება ამ დაავადების როგორ უნდა ავიცილოთ, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმ რისკ ფაქტორებზე, რომელმაც მოიტანა ეს დაავადება ჩვენამდე. მოდი დავიწყოთ მარტივად, ავიღოთ ყველასთვის გასაგებად. ავიღოთ ვაგინალური გამონადენი. ქალბატონი მოვიდა, ჩვენ გავუკეთეთ რა? კვლევები, ეს არის კვლევები, ეს იქნება PCR დიაგნოსტიკა, მარტივად რო ვთქვათ, ნაცხი, პაპ ტესტი, გავსინჯეთ ქალბატონი, მაგრამ ეს გამონადენი მას ხშირად აწუხებს და არ ჩავეძიეთ მას, რა განწყობა აქვს მას, როგორ ცხოვრობს, რას მიირთმევს, რომ საათზე იძინებს, რა გენეტიკური განწყობა აქვს, თუ ის ყოველდღიურად ღამე იძინებს, მას ეს სტრესი აქვს. თუ თვით რომ სტრესი არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენი ვაგინალური მიკრობიოტა დაირღვეს, არ არის მარტო სქესობრივით გადამდები ინფექციები. მეტი წილი, ეს არის მარტო 5%. შემდეგი სხვა პრობლემები არის დისბიოზი, ვაგინალური დისბაქტერიოზი, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით. მათ შორის მარტივად ავიღოთ კინოდეფიციტური ანემია, ან ჭარბი მენსტრუალური სიზდენა. და თუ ჩვენ მარტო იმ მომენტში ვკურნალობთ, ან ვაკეთებთ ანალიზს და მკურნალობას უნიშნავთ, მას რეალურად პრობლემა რა არის, რომ ის 50% შემთხვევაში ჩვენ გვაძლევს კიდევ და კიდევ რეციდივს. ანუ პაციენტი დადის თქვენთან, ჩემთან, სხვასთან და დაიღალა. ხო და ეს არის ინდივიდუალური მიდგომა, რომ მაქსიმალურად გამოვავლინოთ რისკ ფაქტორები, განწყობა მისი და აუცილებლად ჩართულობა იყოს პაციენტის, რომ ჩვენ რო უხსნით, რომ ვაგინალური დისბიოზი არ არის მარტო დღეს, ეს არის თქვენი ქცევების შედეგად. ეს არის ჭარბი მენსტრუალური სიზდენის გამო. და თუ ჩვენ ამ ყველაფერს, თუნდაც ის რომ ის ხშირად მიირთმევს მარტივ ნახშირწყლებს, ყოველდღიურად იღებს შოკოლადს, ფუნთუშეულს, არძინავს, შესაბამისად თუ ან ოჯახში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ და კიდევ რომ საათზე იძინებს პაციენტი, ან რა სტრესულ ფაქტორებში, ანუ რა სტრესის გარშემოა, ასე რომ ამ ყველაფერს თუ ჩვენ გამოვავლენთ და აუხსნით პაციენტს, ის სწორად წაიყვანს თავის მკურნალობას და ჩვენი მინიმალური ჩართულობა იქნება მომავალის შედეგი. ქალბატონო მადონა, კიდევ ერთხელ რო შევიტანოთ სიცხადე, ეს მიდგომა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს, ანუ რომელიც პერსონალიზირებული, ანუ მორგებულია ინდივიდუმზე და ვიკვლევთ კლიანად პაციენტს და არა კონკრეტულ რაღაც ერთ სიმპტომს. ამაზეა საუბარი. რა კვლევებზეა საუბარი, ანუ რომელი პროფილაქტიკური კვლევები გამოიყენება ამ 4P მედიცინის ფარგლებში? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სისხლის საერთო ანალიზი. როდესაც სისხლის საერთო ანალიზი სხვადასხვა ნიშნებით გვაძლევს ინფორმაციას, რომ აქ შეიძლება იყოს B12 დეფიციტი, ან იყოს ფოლის მჟავა დეფიციტი, ან რკინა დეფიციტი, ან იყოს ანთება. ჩვენ რა თქმა უნდა მე უკვე უღმავდებით ამ კვლევას და ვაგრძელებთ. როდესაც
პაციენტი მოდის და ის ხლება თავის ოჯახურ განწყობაზე, რომ მის დედას აქვს ფარისების პათოლოგია, ან გულსიზრახთა დაავადებები, ან არის მეორე ტიპის დიაბეტი. რა თქმა უნდა, მას ვეკითხებით, როგორ გზნობს თავს ის, როცა ის არის მშიერი. ანუ აქვს თუ არა მას ეს დისკომფორტი, უძლებს თუ არა ის ხანგრძლივ შიმშილს, ან ვერ, ან კი. ან როგორ აქვს მას კუჭნაწლავის მდგომარეობა. შესაბამისად, რას ვაძლევთ, ვეუბნებით, რომ ჩააბაროს აუცილებლად გლიკოზა-ტოლერანტული ტესტი, რა თქმა უნდა, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, მოახდინოს შარდის საერთო ანალიზის ჩაბარება, ანუ საერთო ანალიზები, რომელიც როგორც ასეთი გამოავლენს იმ პრობლემას, რომელიც ამ ეტაპზე მის უკვე უფრო ღრმა ცვლილებებს დაგვანახებს. ეს არის სისხლის საერთო, შარდის საერთო, არა მარტო გლიკოზა, არამედ გლიკოზირებული ჰემოგლობინი, თუ მას ოჯახში აქვს ფარისების პათოლოგია, ეს არის თირეოტროპული ჰორმონი და რა თქმა უნდა, თუ იმას არ ძინავს ღამე, ეს არის პროლაქტინი, როგორ ჭამს, რას აკეთებს, თუ ის საკმაოდ შეიძლება ითქვას, რომ მძიმე პროდუქტებს მიიღებს, ან ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე, ეს არის ესეთი სასმელები, ტკბილი სასმელები, გაზიანი, აუცილებლად ღვიძლის ფუნქციები უნდა ვნახოთ. და რკინა, ფერიტინი, რომელიც ხანდახან სისხლის საერთო ბოლომდე ვერ გვაძლევს, ეს არის პრელატენტური, ლატენტური რკინა დეფიციტური ანემია. და მე გინეკოლოგიას შევეხები, ეს არის პაპ ტესტი, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს არის სკრინინგული კვლევა 30 წლის შემდეგ პაპილომავირუსული ინფექციის, ანუ მაღალ ონკოგენური ტიპები და რა თქმა უნდა, თუ ქალბატონის სქესობრივად აქტიურია, ეს არის სქესობრივით გადამდები ინფექციები. ვინაიდან ამ 4P მედიცინის ფარგლებში როლი ენიჭება თვითონ პაციენტსაც თავის ჩართულობით, ბოლო შეკითხვა, მაგ რა რეკომენდაციებს მისცემდით ჩვენ ქალბატონებს, ჩვენ მაყურებელს, როგორ შეიძლება რომ ეს პრევენციული ღონისძიებები ჩაიტარონ იმისთვის, რომ დროულად, ადრეულ ეტაპზე მოხდეს ყველაფრის გამოკვლევა, დიაგნოზის დასმა და რაც თავია კომპლექსურად შესწავლა თვითონ ორგანიზმის. დაუკვირდეს თავის ორგანიზმს. ეს არის ყოველდღიური თუნდაც შეგრძნებები, როდგება დილას, როგორი ხასიათია პრემენსტრუალურ პერიოდში, როგორი თუნდაც პატერნი აქვს კვების ირგვლივ, რა აქვს უფრო მეტად რას ითხოვს მისი ორგანიზმი, ხომ არ ითხოვს უფრო უცნაურ საკვებს, რომელსაც ხანდახან რკინა დეფიციტური ანემიის სიმპტომია. და რა თქმა უნდა, კანის ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დაუკვირდეს მენსტრუალურ ციკლს, როგორი არის, რა სიხშირე არის თუ არა ჭარბი. აუცილებლად ექიმმა და პაციენტმა უნდა ისაუბროს, რა ნიშნავს ჭარბი მენსტრუალური სიზმრა. ხშირად არის ხოლმე, რომ მას გონი, რომ ეს არის ნორმა, მაგრამ ეს არ არის ნორმა. და რეგულარულად, რა თქმა უნდა, რეგულარულად უნდა მიმართოს გინეკოლოგს, მოახდინოს თავისი ამ ინფორმაციის გადაცემა, გინეკოლოგმა ეს უნდა მიიღოს და რა თქმა უნდა, შესაბამისად განისაზღვროს ის კვლევები, რომელიც პირველი ეტაპია და მე უკვე შემდგომში განავცოს ეს გაარღვევოს კვლევები. ანუ ორგანიზმმა თვითონ უნდა მოახდინოს ინფორმაციის გადაცემა, კი, მაგრამ ჩვენ მოусმინოთ ჩვენ თავს და შევხედოთ არა მარტო სარკეში, რომ იქ გვაქვს თუნდაც მაკიაჟი, კარგად კი, მაგრამ ის მაკიაჟი არის კანი, ასევე აუცილებლად კანის ფორმას, კანის ფერს და როგორც ვთქვით, ანუ აბსოლუტურად ყველანაირი ის ვიტალური ნიშნები, რომელსაც რეალურად შეიძლება ჩუმი, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს მომავლისთვის. ქავტომადანა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, როგორც ყოველთვის იყო საკმაოდ საინტერესო. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო მადონა ჯუღელი. დამატებითი კითხვებისთვის მოგწერეთ კომენტარებში.